ძალიან მნიშვნელოვანი, გულში რომ მომხვდა ისეთი სიტყვები წერია ზურმუხტის მწვანე ფილებზე. მზისკენ მიმავალი გზა მხოლოდ ბორკილებისგან თავისუფალ ადამიანს შეუძლია. დღეს ეს თემა ძალიან აქტუალურია, ალბათ ყოველთვის იყო აქტუალური და მომინდა გავაკეთო გაშლა, რა არის კონკრეტულად თქვენი ბორკილი, რომელიც ხელს გიშლით მზისკენ მიმავალ გზაზე. ვარიანტი გვექნება 3. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. არჩიეთ თქვენი ინტუიციის დამიხედვით. შეგიძლიათ დააპაუზოთ არხი. ისე გააკეთოთ არჩევანი, მედიტირდეთ. გაიხსენეთ რა არის თქვენი მზე, რას გრძნობთ ამ სიტყვაში, რა არის თქვენთვის ის გზა, რომელიც მზისკენ მიდის და სამ თქვენ ორიენტირდებით, მე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი, რომ არ დაკარგოთ ბალანსი სამყაროსა და თქვენ შორის, ჩემს მადლიერებასა და მიღებულ მომსახურებას შორის, ხოლო ვისაც სურთ ჩემთან პირად კონსულტაციაზე მოხვედრა, ჩემი ნომერია 591333507 აქტიურია ვიბერზეც, WhatsApp-ზეც, ან მომწერეთ Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქიმ კორნალი. კიდევ ერთხელ გამიმეორებ ნომერს 591333507. ასევე შეგახსენებთ, რომ არსებობს ძველი და ახალი ვიდეოები, ვიდეოს, რომელსაც ნახავთ, რომელზეც მოგინდებათ, რომ ნახოთ, პირველივე სიტყვები მოგაჯადოვებთ, ის თქვენია და უნდა ნახოთ. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. რა არის ის ბორკილები, რომელიც ხელს გიშლით მზისკენ მიმავალ გზაზე? რა არის ის ბორკილები, რომელიც ხელს გიშლით მზისკენ მიმავალ გზაზე? ეს არის პირველ რიგში საკუთარი ინტუიციის, საკუთარი ძალების, თქვენ საკუთარ თავში არსებული ენერგიის, ღმერთის სულის ნაპერწკალის არმდობა. ეს არის თქვენი ურწმუნოება. თქვენი ყოველი ნაბიჯი არის შიშით შემკობილი, რომ მე ვიღაცამ არ გაგაკრიტიკოთ. ვიღაცამ არ გითხრათ, რომ აი რა არასწორად მოიქეცი. იმიტომ რომ იყო ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები და ის ნორმა, შეცდომებით ვწავლობთ და ვიზრდებით. შენ კი ამას აღიქვავ დანაშაულად, ამას მინუსად აღიქვავ, ამას წაგებად აღიქვავ. ეს გტკივა, ძალიან ბევრი წარსული გტკივა. წარსულის მოგონებები, ცუდი მოგონებები, რომელიც წარსულია, უნდა დამთავრებულიყო, არა და იმდეს იხსენებ, იმდენად გტკივა, რომ აწმყოში გადმოტანილი ეს ენერგეტიკა, ეს გიშლის და ხელს გიშლის ასევე უარყოფა. ნახე, ჩვენ ვართ მატერიის შვილები და შენ რაღაცნაირად უარყოფ. თითქოს არ არის მნიშვნელოვანი შენი თავი, შენი სხეული, ის რაც გჭირდება. ყველაფერი მატერიალური. თითქოს არ ვიცი, აბა ჩავფიქრდი, რატო გაქვს ეს ემოცია, რომ არ იმსახურებ ამ ყველაფერს. რომ ამდენი არ გინდა, გეშინია. გეშინია ბევრი ფულის, გეშინია ფუფუნების, გეშინია სიმდიდრის, გეშინია შენი შინაგანი ძალის, ენერგიის, სილამაზის, მომავლის. იფიქრე ამაზე. აუცილებლად დაელოდე ვიდეოს ბოლომდე, იმიტომ რომ ყველა ვარიანტისთვის აუცილებლად ამოვიღებ უშოძენ ტაროსგან რჩევებს. ეხლა კი გადავალ მეორე
ვარიანტზე. ნახოთ მეორე ვარიანტს რა უშლის. რა არის მისი ბორკილები მზემდე მისასვლელად. თქვენ მკაფიოდ იცით რა არის თქვენი მზე. მისკენ მიდიხართ. მისკენ მიდიხართ, მისკენ მიმსასვლელი გზით. ეს გზა სწორია. მიგიყვანთ მზემდე, მაგრამ თქვენ ხელს გიშლით ძველი რწმუნებულობები, რომ ეს რთულია, რომ ეს ტკივნეულია, რომ ეს ძნელია, რომ ეს გზა ეკლიანია, რომ ამას უნდა ბევრი შრომა, ბევრი ოფლი უნდა დაღვარო, ბევრს იტანჯებ, იწვალებ და ყველაფერი კარგი და ძლიერი ტანჯვის და წამებით მიიღწევა. რომ შენ ბევრი უნდა გაიღო და დაკარგო ამისთვის. ეს ყველაფერი დამიჯერე, რომ არ არის საჭირო იმისთვის, რომ მიხვიდე მზემდე და აუცილებლად დაელოდე, აუცილებლად რჩევა სამყაროდან შენთვის. და მესამე. მართალი გითხრათ, ხელში ტალღებმა დამიარა ეს ინფორმაცია რო ამოვიდა. თქვენ თიცით რა არის თქვენი მზე, საითკენ მიდიხართ და მე შემიძლია ხმამა ყოფ თქვა, ეს არის სიყვარული და თქვენ გიყვარდათ და თქვენ უყვარდით. ხელს გიშლით ტანჯვამ დაკარგული სიყვარულის, ხელს გიშლით ტკივილი ამ სიყვარულის, ხელს გიშლით აი ნახე როგორი განცდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, უსიყვარულოდ რა აზრი აქვს ცხოვრებას. ხელს გიშლით ტკივილიანი, ბობოქარი, ტკივილიანი ისტორია ცხოვრების. მე მინდა გითხრათ აქ, რომ ეს არის ძალიან ღრმა კარმული თემა. თქვენ პარტნიორი წვილი, რომელიც გიყვარდათ, რომელიც გიყვართ ეხლაც, ხართ კარმული, წინა რეინკარნაციებში, ანუ წინა სიცოცხლეებშიც ქონდათ გადაკვეთა. ეს უნდა დაამუშავოთ, ეს გიშლით ხელს, რომ მიხვიდეთ მზემდე. სიყვარული არ დამთავრებულა, სიყვარული გრძელდება, შენ ხარ თავად სიყვარული, უბრალოდ ამას უნდა დამუშავება, შეგიძლია დამიკავშირდე, განვიხილოთ ეს თემა, ჩავიდეთ ღრმად და ეს განაჩენი არ არის. ეს სიყვარული არ დამთავრებულა, ის შენშია. დაელოდი ასევე რჩევას. რჩევას აუცილებლად დაელოდეთ. ნახოთ ახლა პირველი ვარიანტისთვის რჩევა ოშო ცენტაროსგან. მეორე ვარიანტისთვის რჩევა და მესამე ვარიანტისთვის რჩევა. ნახოთ. ცხადია პირველით დავიწყოთ. თუ გახსოვთ, იყო ნოლიანი არკანით დაიწყო პირველი ვარიანტი. ეს არის განულება, ეს არის არაფერი და ისევ ეს გირჩიათ. სადაც არაფერია, იქ იპოვე ღმერთი. შენგან მოითხოვ სამყარო ასეთ რწმენას, ასეთ დიდებულ რწმენას. სადაც ყველაფერი დამთავრებულია, ზუსტად იქ დაინახე ღმერთი, იქ ირწმუნა ღმერთი, სადაც ყველაფერი თავზე გექცევა, იქ დაინახე და იქ ირწმუნა ღმერთი და არაფერში იპოვე ყველაფერი. ეს არის რჩევა შენთვის. მეორე ვარიანტისთვის გეუბნებათ ენერგია, რომ გამოიფიტებით ამდენი შრომის ჩადებით. ამდენი ძალის ხმევის ჩადებით არ არის ეს გზა სწორია, სადაც მიდიხართ, მაგრამ როგორც მიდიხართ, ის არ არის სწორი. არ არის აუცილებელი, რომ წელში გადატყდეთ ამისთვის. არსებობს ამის აფირმაციები, არსებობს სხვადასხვა აბსოლუტურად უფასოდ მიდევს პროგრამა მზე ესე ჩაწერეთ. არაჩვეულებრივი სამუშაოა, სულ რაღაც 7 დღიანი გააკეთეთ ეს. ეს არის, ასე ვთქვათ, უარყოფითი დებულებების თქვენს თავში ჩაბეჭდილი. ამას შეცვლით და იმ სწორ გზაზე, სწორი ქმედებით მიხვალთ თქვენს მზემდე. და ბოლოს ამოვიდა მარტოობა.
ნახე, ეს არის, მე ვთქვი, ეს არის ცხრიანის ენერგია, ეს არის ჰერმიტის განდეგილის ენერგია. ეს არის ტანჯვა შენი მარტოობის, ოღონდაც შენს მარტოობაში არის ძალიან დიდი სიყვარული და ეს სიყვარული უნდა გამოიტანო გარეთ, შენიდან გარეთ. შეგიძლია მიმართო კარგ ფსიქოლოგს, შეგიძლია მომართო მე, შეგიძლია შენ თვითონ იპოვოს შენს თავში ის ძალა და მიხვდე როგორ უნდა იმუშაო ამაზე, მაგრამ უნდა გამოაღვიძო რაღაცა ძველი არქაული, რეინკარნაციული სიტუაციებია, რამაც დაგტოვათ ესე მარტო. ოღონდ ეს არ არის განაჩენი კიდევ ერთხელ, აი ნახე შუქისკენ მიდის ეს მარტოობა, აღარ იქნება მარტო, ანუ აღარ იქნებით მარტო, თქვენ გახვალთ, თქვენ გააღწევთ ამ ყველაფერს. უბრალოდ ამას უნდა გამოღვიძება, კარგია რეგრესული ჰიპნოზის გაკეთება თქვენთვის, ამას უნდა გამოღვიძება ამ ყველაფერს. თქვენც მიდიხართ მზისკენ და თქვენ შეხვდებით თქვენს მზეს. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეო.